აფხაზეთის ძიუდოს აკადემიაში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში 2005-2012 წლებში დაბადებულ გოგონებთან შორის. მასშტაბური შეჯიბრი 10-ზე მეტ წონით კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის ღია პირველობა აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად ძიუდო საქართველოს ძალიან წარმატებული სპორტია. მით უმეტეს გოგონების დაინტერესება უკვე ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდია და ეს მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც ქართული ძიუდოს განვითარებას, ასევე ჯანსაღი დამკვიდრებას, რაშიც დიდ მონაწილეობას ღებულობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. მომავალში, ახლო მომავალში ვისურვებდი, რომ ეს აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთში ჩატარებული იყოს და აფხაზეთის ძიუდოს აკადემიაში პირველად ტარდება ესე საერთაშორისო გოგონათა ტურნირი. ჩვენს აკადემიაში ყავს საქართველოს ჩემპიონები, ვიცე-ჩემპიონები, ასევე ბავშვები, რომელსაც ჯერ არ გქონიათ საქართველოს, მაგრამ კარგად ჭიდაობენ, არიან წარმატებული მოჭიდავეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ბიჭებთან ერთად, რა თქმა უნდა, რომ გოგოების პოპულარიზაციაც გავაკეთოთ, იმიტომ რომ დღესდღეობით ნაკლებია გოგონათა მსურველი ძიუდოში, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაცით დავაინტერესო და ამას მაქსიმალურად ვაკეთებ. ეს პირველი ჭიდაობა არ იყო ჩემთვის, გამოცდილი ვარ და მეგობრულად ვიჭიდა. გავხდი ჩემპიონი.